მოსამართლის განჩინებაში დასაბუთების პრობლემას ხედავს საიაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც ქეთი ნადიბაიძე გაეცნო და ახლა ის პირდაპირ ეთერში გვესწრება. ქეთი, რა წერია განცხადებაში? ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მონიტორინგს უწევს რუსთავი ორის ძირგვლივ მიმდინარე პროცესებს. მათ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ისინი აცხადებენ, რომ არასაკმარისად არის დასაბუთებული და არგუმენტირებული თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამას ურთმელეთის გადაწყვეტილება ყადაღის დადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან როდესაც მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ერთქვეშ აყენებს მედიას საშუალების სრულფასოვან ფუნქციონირებას და ამით აზიანებს არამხოლოდ კერძო მესაკუთრის ინტერესს, არამედ საჯარო ინტერესსაც უნდა წარმოედგინა ასეთ პირობებში მოსამართლეს მეტი არგუმენტები. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ იმასაც, რომ მათ მოსამართლის განჩინებაში ვერ მიიღეს პასუხი შეკითხვაზე, თუ რატომ გახდა აუცილებელი კომპანიის 100%-იანი წილისა და ქონების დაყადაღება. მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება საქმის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით, დაიწყება სასამართლო პროცესები, რომელიც სავარაუდოდ თვეების განმავლობაში გაგრძელდება და ამ პერიოდში მედიას საშუალებას ფუნქციონირება ყადაღის პირობებში მოუწევს. მოქმედი კანონმდებლობით, ასევე პრაქტიკით ნათელია, რომ დასაბუთებული ვარაუდის ის სტანდარტი, რომელსაც მოსამართლე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერებისას იყენებს, არის ზოგადად დაბალი და დავის მონაწილე სუბიექტების თავისებურებები განსხვავებულ სტანდარტებს არ განაპირობებს. მოცემულ დავაში აღსანიშნავია, რომ რუსთავი ორის მიმართ ისეთი ღონისძიებების გამოყენებამ, რაც ხელმძღვანელებს და მეწილეებს უკრძალავს კომპანიის მართვასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელებას, შესაძლოა დააზარალოს კომპანია და შეაფერხოს მისი საქმიანობა, რაც თავის მხრივ ასახვას პოვებს მედია საშუალების ფუნქციონირებაზეც. ასეთ შემთხვევაში ცალსახაა, რომ დაზარალდება არამხოლოდ კერძო სუბიექტის, არამედ საჯარო ინტერესიც, რომელიც პლურალისტური მედია გარემოსა და კრიტიკული აზრის თავისუფლად გავრცელებაში მდგომარეობს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ გადაწყვეტილებას შეუძლია უარყოფითი გავლენა იქონიოს თავად მედია საშუალების საქმიანობაზე, მოსამართლეს უნდა ეხემძღვანელა პროპორციულობისა და აუცილებლობის პრინციპებიდან გამომდინარე და შეეფასებინა, რამდენად იყო მოსარჩელის ინტერესის დასაცავად რუსთავი ორის მიმართ ერთდროულად რამდენიმე ღონისძიების გამოყენება დასახული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, აუცილებელი და პროპორციული. თუმცა განჩინებაში არ არის დასაბუთებული ერთდროულად რამოდენიმე ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა და რატომ არ შეიძლებოდა იმავე ლეგიტიმური მიზნის მიღწევა ნაკლებად შემზღუდველი ზომებით. საპროცესო კანონმდებლობის თანახმად გამოყენებული ღონისძიების მოქმედების ვადა არ არის შეზღუდული დროის კონკრეტული მონაკვეთით, ხოლო განჩინების თანახმად იგი ძალაშია არსებითი დავის დასრულებამდე და არ არსებობს თეორიული შესაძლებლობა, რომ დავა გაგრძელდეს თვეები და შესაძლოა წლებიც. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ზომების გამოყენებისას მოსამართლეს განსაკუთრებული სიმკაცრე უნდა გამოეჩინა მოცემული უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებისას დასაბუთებულობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის შეფასებისას. და ბოლოს, ორ კერძო სუბიექტის ინტერეს შორის ბალანსის დასაცავად, ვფიქრობთ, მოსამართლეს უნდა გამოეყენებინა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და დაეცვა არამხოლოდ მოსარჩელის სამომავლო ინტერესები, არამედ ასევე მოპასუხეთა ინტერესებიც. შესაბამისად, მას უნდა ემშელა რუსთავი ორისთვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შედეგად მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფაზეც. თუმცა განჩინებაში აღნიშნულ საკითხზე არაფერია ნათქვამი. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საია მიიჩნევს, რომ სასამართლოს განჩინება არ შეესაბამება დასაბუთების იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს ყველა შემთხვევაში, როდესაც ერთმანეთის პირისპირ დგას არამხოლოდ ორი კერძო სუბიექტის ინტერესი, არამედ ასევე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მისთვის შეუქცევადი ზიანის მიყენების საფრთხე. არასამთავრობო ორგანიზაციები გეგმავენ მონიტორინგის გაგრძელებას, ვინაიდან ისინი თვლიან, რომ სამართლებრივი დავა, სამართლებრივ ჩარჩოებს, ორ სუბიექტს შორის სამართლებრივი დავა ცდება უკვე სამართლებრივ ჩარჩოებს და ასევე მოუწოდებენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს, რომ პოლიტიკური შეფასებების მაქსიმალურად გამიჯნონ ამ ორ სუბიექტს შორის მიმდინარე სამართლებრივი პროცესებისგან. მოსამართლეს აღნიშნული განჩინების გამოტანისას უნდა ეხელმძღვანელა არამხოლოდ საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისი ნორმებით, არამედ უნდა გაეთვალისწინებინა დემოკრატიულ სახელმწიფოში მოსამართლეს განსაზღვრული როლი და ასევე დემოკრატიულ საზოგადოებაში ის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, რომელსაც ასრულებს მედია და ის შესაძლო შეუქცევადი ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს მედია საშუალებას და შესაბამისად საჯარო ინტერესს რუსთავი ორის მიმართ ზემოაღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად. მაგალითად, რატომ ვერ მიიღწეოდა იგივე მიზანი მოსამართლეს, რომ არ მოეხდინა ერთდროულად რამოდენიმე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, არ დაედო ყადაღამ მთელ ქონებაზე და ამავდროულად არ აეკრძალა მართლმსაჯულთა ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული უფლებამოსილების
განხორციელება სრულად. ეს მართლაც პოლიტიკური პროცესია იმის გამო, რომ ამას წინ უძღოდა სხვადასხვა პრობლემატური საკითხების ჩვენ ძალიან ხშირად გვესმოდა რუსთავი ორის წინააღმდეგ კონკრეტული პოლიტიკოსების ძალიან აგრესიული განცხადებები. შესაბამისად, ეს რომ ასე არ ყოფილიყო და წინ ამას რომ ეს არ უძღოდეს, მაშინ ვიტყოდით, რომ ეს არის სამართლებრივი დავა, ამის პოლიტიზირება არის ორგანიზებული, ასე ვთქვათ, ხშირ შემთხვევაში მთავრობის მხრიდან. ეს არის ძალიან ცუდი და ზუსტად ამიტომ ამბობთ, რომ ეს არის დაგანსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ტელეკომპანია რუსთავი ორის დღეს ჩაბარდა საქმის მასალები, რომლის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დააყადაღა ტელეკომპანიის 100%-იანი წილი და ასევე ქონება. ტელეკომპანია აპირებს ეს ყადაღა სავარაუდოდ ხვალგაასაჩივროს. მადლობთ ქეთი ნადიბაიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.